საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში განცხადებას და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან რამდენიმე სკრინს, ასევე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის პოსტს აქვეყნებს, სადაც ილიას სტუდენტური მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე საუბრობს. ფოტოზე მარცხნივ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერია, მარჯვნივ ექსტრემისტი აქტივისტი ანა ფრიდონაშვილი, რომელიც მისთვის არასასურველ პოლიტიკოს ბიომასას და მონას უწოდებს. ორივე იარლიყის მიზანი ადამიანის დეჰუმანიზება, ამისთვის ადამიანური ბუნების წართმევა, უუფლებო ადამიანური ნიშნის არ მქონე არსება წარმოჩენა არათა. საკუთარ მიმდევრებს მასზე ძალადობის მორალური ბარიერი მოუხსნან. აღარ განმარტავდა ტერმინოლოგიურად აღარ დავამძიმებ, რა შეიძლება ნიშნავდეს, როდესაც გერმანიის ელჩი აქებს და აქეზებს მათ, რომელთა იდეოლოგიაც არასასურველი პირების დეჰუმანიზება და ღირსების აყრა. უბრალოდ ვიტყვი, რომ თუ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საერთაშორისო სამართალს ლახავს, მოძალადების ღია მხარდაჭერა და ღირსების შელახვის ნორმალიზება ფუნდამენტურ, ყოველთვის საერთო და სავალდებულო ადამიანურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. წერს შალვა პაპუაშვილი.